საღამოს შევიდა ტაძარში მწუხრის ლოცვის ჩასატარებლად. დაელოცა უნდა დაიწყოს და ესენი ეუბნებიან, რომ ვინც რამდენიმე ადამიანი ახლავს თან და ეუბნებიან, რომ ხალხი არ არის ტაძარში. ამიტომ ერთი კანდელი ავანთოთ მარტო, ხა გაჭირვება ხო მოგახსენეთ, ესე იგი ხა ზეთის ქვეყანაა ეს კვიპროსი და რაღაც, მაგრამ ზეთიც ხა ძვირფასია და ერთი კანდელი ავანთოთ და ერთი კანდელით ვილოცოთ, იმიტომ რომ ხალხი მაინც არ არის რა. ხო და სპირიდონმა უთხრა, რომ ერთი კი არა, თუ რამე კანდელია, ისეთი სტუმრები გვეყოლებაო, რომ თუ რამე კანდელია, ყველაფერი უნდა ავანთოთო და მოკლედ უბრძანა, რომ ამ ცარელ ტაძარში გააჩახჩახეს ეს ტაძარი. და რომ დაიწყო ლოცვა და რომ შემოbrunდა ლოცვისას და ისეთი ადგილია, ესე ჯვარს ახავს მთავარი და ამბობს შვიდობა ყოველთა. და ეს ხალხი დგას და უცებ ისმის გუგუნი, აი ბევრი ადამიანის თუ ადამიანის კი არა, აი ბევრი ხმა ისმის ერთად და პასუხობენ დასულისაცა შენისათან. და ეს ხალხი გაოგნებული, ესე იგი ანგელოზ და დასი, რომელიც არ ჩანს, მაგრამ რომელიც ესწრება მსახურებას და ამის შემდეგ სპირიდონი აგრძელებს ლოცვას და კვერექს ამბობს. მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ მაგალითად და აი ეს ანგელოზ და დასი პასუხობს უფალო შეგვიწყალე. და ისეთი ხმა არის, ისეთი გუგუნი ამათი ტაძარში, რომ ეს ხმა გადის ტაძრიდან ისმის მთელ ქალაქში და ხალხი რომელმაც დააგვიანა ლოცვაზე მისვლა და არა მარტო ის ხალხი, არამედ აი ყველა, ესე იგი საოცარი სანახაობა, უფროსი, უმცროსი, კაცი, ქალი, გოგო, გაჭირვებული თუ მდიდარი, ყველა ხეიბარი თავისი იმითი, აი ესე დაიძრა ეს ხალხი ამ საოცარ ხმაზე, ისეთი ხმა გამოდის ტაძრიდან, ესე იგი რომ რა ხდება ამ ტაძარში, აი ისეთი ეს ლოცვის ისე ისმის ეს ხმა მინდვრებიდან წამოვიდა ხალხი, მოკლედ მთელი ქალაქი მოაწყდა ამ ტაძარს და შედიან და ტაძარი არის ცარიელი. და ვინც იქ დგას, ესე იგი მათ ეკითხებიან რა ხდება და ესენი ეუბნებიან, რომ აი ანგელოზების თანდასწრებით ლოცულობს მინდა სპირიტო.